გამარჯობათ, მე ვარ ნათი ალავიძე, ამერიკაში ლიცენზირებული ლაზეროთერაპევტი. ნოემბერში მისრულდება 11 წელი ამ თვეში, რაც ამერიკაში ვარ. 11 წლის წინ ჩამოვედი, რა თქმა უნდა. რატო ჩამოვედი? მე მუშაობდი საკრებულოში, მერიაში, მთელი 4 წელი. შეიცვალა მთავრობა და როგორც მთავრობების შეცვლის დროს ძველ კადრებს უშვებენ და ახალით ანაცვლებენ, იგივე დაგვემართა. ოჯახი მყავდა იქ ამდენი ვალდებულებები, ამას ნამდვილად იქ ყოფნის დროს ვერაფრით ვერ გავწვდებოდი და გადავწყვიტე, რადგან ვიზა მქონდა, წამოსულიყავი. დავიბადე თბილისში. მაგრამ ვიყავი 2 თვის, იმიტომ რომ მამა და დედა იყვნენ სტუდენტები, ჩემმა გამზრდელმა ბებიამ, როდესაც ნახა რომ დედა და მამას ჩემი გაზრდისთვის ფაქტიურად დრო არ ჰქონდათ, დამავლო ხელი და წამიყვანა 5 წლამდე იქ გამზარდა ლეჩხუმში, სოფელი საირმე. რომელიც რომ თურმე ბებიას ნათესავები და იქ ყოფი ღმერთო, ასე 2 თვის ბავშვი გაგანია ზამთარში, 2 მეტრიან თოვლში, როგორ მოახერხე და ამოიყვანე. თუმცა ეს ალბათ თუ კი რამე კარგი თვისება მაქვს, მე რასაც ვთვლი რომ კარგია ჩემს ბუნებაში, ეს იქედან მოდის ჩემი განზრდელმა ბებიამ ეს ჩამიგდო და იქ გატარებულმა ამ 5 წლიანმა ცხოვრებამ. რა თქმა უნდა, მე ყოველ არდადეგებზე, სკოლის პერიოდში არდადეგებზე სულ მასთან ვიყავი და იდეალური მოგონებები მაქვს სოფელთან დაკავშირებული. ბებია, ბაბუა. ლეჩხუმი არის ულამაზესი, ახლა ლეჩხუმს ახსნადად ჩემი წარმოდგენა მით უმეტეს ქართველებისთვის არ ჭირდება, იმდენად ლამაზია, ეს საირმის სვეტები, ხალხო საირმეში გავიზარდე და მთელი ბავშვობა იქ გავატარე, ულამაზეს ბუნებაში, ეს არ არსებობს ადამიანის ბუნებაზე რო არ იმოქმედოს ამ გარემომ. ბებიამ გაგზავნა 5 შვილიშვილი, წარმოგიდგენია, ბებიამ და ბაბუამ, რომელიც ჩემი მამი და შვილები 3 იყვნენ და მე და ჩემი ძმა. არაჩვეულებრივი ქალი, არ ვიცი, შეუდარებელი, შრომელი, თავდაუზოგავი და დიდი მეურნეობა ჰქონდათ. საქონელი იქ რაც არის, ვენახები, ვეხმარებოდი, როგორ არ ვეხმარებოდი. მე დღეს თავისუფლად შემიძლია მოვწოლო ძროხა. თავისუფლად შემიძლია გამოვაცხო თონეში, პური. და ვისით ნასწავლი და საცუდავი ბაბუა რო გარდაიცვალა, იმ პერიოდში დავრჩით ქალები ოჯახში და სხვათა შორის მანქანის მომკიდებელის, როცა ბენახს წამლობენ, არავინ მყავდა ოჯახში, პერიოდში მე მოვიკიდე მანქანა, გავხსენის შავი აფანი და მოვწამლე ვენახი, რასაც ქვია, ახლა ვინც იცის ეს თემა ყველა მიხვდება. აი ამ გამოცდილებამ და ამ შრომამ ბავშვობიდან მე წინ გამიმარტივა ცხოვრება. და ეს ალბათ აუცილებელია ყველასთვის. ნამდვილად პატარა საქართველოა და ამ ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ რამდენი ქართველი შემოვიდა და რამდენი ხალხი და ერთ ცოტა იუმორს განარევს ვიტყვი რატო ვართ ამდენი. როდესაც ბენჩი არის ამერიკის Bank of America, როდესაც მან შედიხარ, ყოველთვის რიგში დგანან უმრავლესობა ქართველი ხალხი. და როდესაც ბანკომატზე შედიხარ, თავისუფლად შეგიძლია იკითხო ბოლო ვინ არის ქართულად. იმიტომ რომ იქ სხვა ეროვნებას მომენტი არის რომ ვერ ნახავ და არ ვიცი ეს კარგია, ცუდია, მე ხანდახან გული მწყდება რომ რატო ამდენი ქართველი, მაგრამ ყველას უსურვებ რომ აი ეს მიზნები მიაღწიონ, არ ვიცი საბუთებით იმით და დაუბრუნდეთ საქართველოში, სხვანაირად ხო ასე გადავშენდებით და რამდენად მიხარია, იმდენად გული მწყდება რომ ბევრი ვართ აქ.
ნათიას თხოვნით სახლიდან გადავინაცვლებთ მის სამუშაო ადგილას, სადაც ის მუშაობს. საბედნიეროდ სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ მუშაობს ამერიკელებთან. ერთი ოთახი აქვს, მიგიღებთ ლაზერულ ეპილაციაზე, უახლესი აპარატურა აქვს და თუ ვის ჩამოაქვს ეს აპარატურა, ხო, ესეც ვთქვათ და აუცილებლად ლიცენზირებულია. საბედნიეროდ ის არის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იქ, სადაც მოღვაწეობს. ახლა კი მაქვს პატივი შეგახედოთ მის ოთახში. წავიდეთ სამსახურში. კი ბატონო. წავიდეთ. მოვიძიე ლიცენზირებული კომპანია, როდესაც ამ საქმიანობას შევდექი და კომპანიამ თვითონ მომაწოდა 20-24 წლის აპარატი, 20-24 წელს შევიძინე და ყოველ მიმარტივებს ურთიერთობას, ბევრ სწავლობ ისევ მათთან, თავაზობენ ახალ-ახალ, არა მარტო დიოდ ლაზერს, არამედ სხვადასხვა სხეულის მოვლის აპარატებს და კომფორტულია მათთან ურთიერთობა, ფასიც ხელმისაწვდომი და ლიცენზიებს და სერტიფიკატებს ხომ ამაზე ავსაუბრობთ. მოდის პაციენტი და შემდეგ რა პროცედურებს გადის? კივნეული არის თუ არა? კივნეული ნამდვილად არ არის. გადმულების სისტემა ამას არეგულირებს თავად, ისმევთ გელს. იმ ზონაზე, სადაც ვაკეთებთ, ნახეთ, მოცემულია ხელი, ვაკეთებთ ხელის ზონაზე, რა თქმა უნდა, ცნობილობის მიხედვით უწევთ და ვარეგულირებთ ციფრებს. შემდეგ ვიწყებთ. ეს არის მოყინული და საერთოდ არ იგრძნობა, მე აქ გამიკეთებია. საერთოდ წკნიდნენ. შენ არ იგრძნობა ამბობ, ხო? ნახეთ ვარ იგრძნობა. იწკნის. ეს სანთელია. სანთელს ამთებს, ნახეთ ვარ. აი. თუ გახსნა. ეს ინტერესანტი ექსპერიმენტია. ძალზე უკივნეულმა, მაგრამ შავზე. ეს მეინდა აწვავს. როდესაც მწერენ, რომ სასწაულის შედეგი მაქვს პირველი მეორეზე, მე უფრო მიხარია დარწმუნებული იყავით პაციენტზე მეტად, იმიტომ რომ ეს ამის გარეშე შედეგი რო არა, მე თავს დავანებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს საერთოდ და მინდა რომ რასაც ვაკეთებ, რასაც ადამიანები ამაში ფულს ხარჯავენ, რა თქმა უნდა შედეგი უნდა დაიდოს უდაოდ. გააგრილების სისტემა სრულად უმტკივნელოს ხდის პროცედურას და ჩემს მომხმარებელს უმარტივებს ყოველ სესიას. ასევე აქვს თავისი პარამეტრები, რომელიც ვარეგულირებ, უმარტივესი ათვისებადი აპარატია და თვითონ გვიჩვენებს სტანდარტულ ციფრებს, ენერგიას, სხივის გაშლას, სხივის გაშლას სიგრძეზე და იმპულსებს და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, აქვს ულიმიტო სხივი. არ გეგონოთ, რომ სხივი როდესმე ულიმიტო სხივი ნიშნავს, აქვს აპარატებს, როდესაც ლიმიტი აქვს სხივებს და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება აპარატი დაზიანდეს და იყოს გამოუყენებელი. ეს აპარატი არის მაქსიმალურად მოგემსახურება 3-4-5 წელი ისევ გამოდგომაზე. და თუ დაუშვათ არ გამოცვლი, შეიძლება რამე მექანიზმი გამოიცვალოს ამ ისევ ქარხნიდან მოწოდებული მექანიზმი, რომ განაახლონ ხელახლა. თუმცა ახლა აპარატი რო 4-5 წელი გემსახურება, რა თქმა უნდა შეცვალო და ახალი სტანდარტებით უნდა მიიღოს სხვადასხვა. კეთდება რა თქმა უნდა როგორც ქალბატონებზე, ასევე მამაკაცების გარკვეულ ზონებზე. ძირითადად მამაკაცების სახეს. ხაწვი, ელი, ულაში, შუბლი, ყური და ზურგი. რაც უნდათ, სონების თმის
მოცულობის მიხედვით, კანის ფერის მიხედვით და ასე შემდეგ. მის ბოლქვის ანალიზატორი, რომელიც როდესაც პაციენტი მოდის, ვადგენთ მის მდგომარეობას და შემდეგ ვაკეთებ ამის მიხედვით ლაზერს. ჩემი კომპანია, ჩემი აპარატია, ჩემი ოთახია, აბსოლუტურად ჩემი ლიცენზია, ჩემი სერტიფიკატებია, რაც გამაჩნია და აპარატზე წარმოგიდგენთ ახლა რა არის ეს Modluxis ბრენდის უახლოესი თაბლის Android მოდელის უმძლავრესი აპარატი, რომელსაც პაციენტების საოცრად კმაყოფილები არიან, კლინიკური შედეგებით ნამდვილად გამოირჩევიან. ნახეთ თქვენ თვითონაც არის 4 სხივიანი. თავაკები აქვს აბსოლუტურად მოსახლეხებელი და სხვადასხვა 5 თავაკი აქვს და აი ეს განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ აბსოლუტურად წვრილ ზონებზე ძალიან კარგად უწარბი, ტუჩი, ყური და ასე შემდეგ, რომელიც რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავაკით და საერთოდ აპარატით. სულ ეს იყო, მე ვზრუნავ თქვენს ესთეტიკაზე. დამირეკეთ მითითებულ ნომერზე, მოგბრძანდით და ერთად გავიაროთ ეს სასიამოვნო საჭირო პროცედურები. გელოდებით. ამოდით ახლა განახეთ ჩემ აპარატს, სადაც საფულის პერიოდში ფაქტიურად შეგიძლია რომ აკიცხო. იმდენად კარგი და იმდენად ნახეთ ხალხო რა სივრცეა. კი ცივა ახლა, მაგრამ მაინც გამოძივა და აქ მიუთრო ყავას ფიქრის საშუალებას მოახდენს ეს გარემო და ძალიან მიყვარს.